ჩემი მანქანების მიმართ სიყვარული ჯერ კიდევ ბავშვობიდან იწყება, სადაც ოცნებად პულტიანი მანქანა მქონდა. ჩემი წარსულის მოგონებებში რომ ვიხედები, ძალიან ბევრია ისეთი ფოტო, სადაც მანქანებთან ერთად მაქვს გადაღებული. თუმცა თითქოს ეს ყველაფერი მიმავიწყდა. დაიკარგა ხმა ბავშვობაში. თუმცა ფორმულა 1-ის სერიალ Drive to Survive-ის დამსახურებით, ჩემში ისევ გამოიღვიძა ნოსტალგიურმა მოგონებებმა. საიდანაც გამიჩნდა ინსპირაცია, რომ ეს ვიდეო გადამეღო. რაც უფრო სიღრმეში ჩავეძი ამ სპორტს, მით უფრო მეტად გამიმძაფრდა იტალიური მანქანების მიმართ სიყვარული. რის შემდეგაც გადავწყვიტე, რომ ჩემი შემდეგი მანქანა აუცილებლად Alfa Romeo Giulia იქნებოდა. ერთადერთი ქართველი, რომელმაც შეძლო ფორმულა 1-თან სიახლოვეში მისულიყო, ეს იყო ბაგრატიონების საგვარეულოდან ერთ-ერთი ხორხე ბაგრატიონი, რომელიც რომში დაიბადა. მან ორჯერ სცადა დებიუტი ფორმულა 1-ში. სიაშიც კი იყო შეყვანილი, მაგრამ მოულოდნელად ეს სია სანამ ბოლო დაიწყებოდა, შეიცვალა და ჩაუვარდა მოკლედ ცდელობა ფორმულა 1-ში გამოსვლის. გაგიკვირდება და უფრო მეტია შანსი ლატარიაში მოიგოთ. ან თვითმფრინავი დაგეჯახოთ, ან თუნდაც ფეხბურთის თამაშისას მეხი დაგეცეთ, ვიდრე ფორმულა 1-ის გოლი გახდეთ. რადგან ამ სპორტში უმაღლეს მწვერვალზე მხოლოდ 20 ადამიანს შეუძლია აღზევდეს 8 მილიარდი ადამიანიდან. ამ სპორტში საწყისი ეტაპი კარტინგებია, საიდანაც ბავშვები 4-5 წლიდან იწყებენ მოღვაწეობას. რა თქმა უნდა, კარტინგში მანქანებიც პატარაა და ძრავებიც და შესაბამისად ბიუჯეტს კიდევ უფრო ნაკლებს მოითხოვს. თუმცა ამიტომაც იწყებენ ადრეული ასაკიდან, რათა თავიანთი ნიჭი გამოცადონ. მაგალითისთვის, ბავშვებისთვის პროფესიონალურ დონეზე ბოლა თუ გინდა 3000-დან 5000 დოლარამდე ჯდება ერთი საკარტინგო მანქანა. ხოლო მოზრდილებში კი ეს თანხები ორმაგდება. FIA მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება კი დაახლოებით 200,000 დოლარამდე ჯდება. ერთ-ერთი მიზეზიც ალბათ ეს არის, რომ ფეხბურთზე, კალათბურთზე, ან თუნდაც ტენისზე პოპულარული რატომ არ არის ეს სპორტი. როცა ამ სპორტს უყურებთ, ხედავთ ემოციებს, გამარჯვებას, ადრენალინს და იმ ხალხს, ვინებიც ამ ყველაფრის შემოქმედები არიან. მაგრამ ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულ ხართ, რის ფასად უწევთ ამ ყველაფრის მიღწევა. გამომუშავებული მილიონების და პოპულარობის გარდა, ფორმულა 1-ის სამყარო არის ძალიან დაუნდობელი. ერთი შეცდომაც კი საკმარისია, რომ უგუნდო დარჩე, მაგრამ უგუნდობას ვინც შევის, შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაგიჯდეს, რაც არაერთხელ მომხდარა ფორმულა 1-ში. შეიძლება სხვაზე ნიჭიერი იყო, მაგრამ უსპონსორობის გამო ვერ შეძლო საკუთარი თავის გამოჩენა. აქ მეგობრობა არ არსებობს და რაც უფრო მაღლა ადიხარ, ბარიერები კიდევ უფრო მეტად ბასრიხდება. ამიტომ გარდა არაბუნებრივი და წარმოუდგენელი ფიზიკური მომზადებისა, ამ პილოტებს ჭირდებათ მენტალობა, რომელიც ყველას არ გააჩნია. მაგრამ ამ სპორტში მაინც ყველაზე დიდ როლს ფული ასრულებს. რაც პრინციპში ავტომატურად ცევს იმ კითხვას პასუხს, თუ რატომ არ არიან ქართველები ამ სპორტში. ამ წელს ფორმულა 1-ში 6 დებიუტანტი შემოაბიჯეს ფეხს და მე კი ჩემი მხრივ შევეცდები მათ ტყავში ერთი დღით ყოფნას. მოგეთ ფორმულა 1-ის ცხოვრებას თუ გადაწყვეტ, აუცილებლად სიმულატორი დაგჭირდებათ ამისთვის, რომ თქვენი შესაძლებლობები გატესტოთ კომპიუტერში. ამისთვის დამეხმარება ბიო, რომელიც ფორმულა 1-ის კომენტატორი გახლავთ და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი მთელი ამ დროის განმავლობაში და დამეხმარება აქტივებაში რა უკეთესია, როგორ უკეთესია, რჩევებს მოწევს. ლიო, მადლობა ძალიან დიდი, რომ პირიქით მადლობა შე. ლიო, შენ სავარაუდოდ ბოლოს რაც ეხება, ალბათ ბევრად უკეთესად იცი მოსახვეში როგორ ანაირად და შენ გარჩევები უნდა მივიღო სანამ მე კარტინგზე გადავინაცვლებ. ანუ პირველ რიგში განსხვავებას გეტყვის სიმულატორს და რეალურ ბოლაში. ზოგადად სიმულატორი და რეალურ ბოლაში გადასვლა ბევრად უფრო მარტივია, მაგალითად ვიდრე რეალური ბოლიდან სიმულატორზე. G-Force, როგორც ასეთი Ground Force არსებობს ეგეთი რამ, რომელიც რეალურად არის და სიმულატორზე არ არის. ანუ სიმულატორზე შენ სწავლობ თეორიას, თავიდან ბოლომდე როგორ ჯობია, მაგალითად ამ ტრასაზე მოსახვევის გავლა და რაღაც და შემდეგ გადადიხარ რეალურად და რეალურად კიდევ ერთი დამხმარე პუნქტი გემატება რა. რეალურიდან ამაზე გადმოსვლისას გაკლდება ეგ G-Force და ბევრად უფრო რთულია ალღოს აღება. გასაგებია. თავარი ზოგადად ავტოსპორტში და ფორმულაში რაც არის, ეს არის რომ მოსახვევში შეხვიდე ნელა და გამოხვიდეს სწრაფად. ანუ რაც უფრო მეტი აჩქარება გექნება მოსახვევიდან გამოსასვლელში, იმ მონაკვეთს უფრო სწრაფად გაიგები. კარგი, მე მგონი ჯახის დრო არის ჩემი აზრით და იცოდე რომ ძალიან მარტივად უღებ ალღოს რაღაცა და ცოტა ფილად დაიწყო. ნახოთ აბა რა შეგიძლია. ჯაქრა ექსივე წითელი დავიძარე. აბა შემოვიდა. გაძლევად. აბა თუ დაგეწევი. დამეწევი. აბა იარე. გავხრეშე. Smooth operator. არა, ჩემი აზრით რატო ასრიალდა, ბიჭო? არა, რატო მოცურდი?
აუ. მოიცა დაგეხმარები, დაიცა. იმაზე. Senna sprints away, but Alain Prost takes the lead. It's happened. Alain Prost has taken the advantage. Senna is trying to go through on the inside, and it's happened immediately. This is amazing. Senna goes off at the first corner, but what has happened to Prost? He has gone off too. Well, that is amazing, but I fear absolutely predictable. Coulthard gets away. Schumacher tucked up behind him and straight into the barrier. Goes to Benetton, and there's a Ferrari down there as well. It's Schumacher. Incredible, and Fisichella. Great start by Eddie Irvine. Fielder. მოიგე. რა სიძახი, ჩემი. რა შენი დედას ბრალი პიცა ვარ. საერთოდ არ არის მე რაღაცა. დედას გეპიცები. ეს რანაირი ის არის, ანუ ესე დაძაბული არასდროს ანუ რეალურ მანქანაში არ ვжდა რომ ესე დაძაბული. ეს სულოფლიანი. წარმომიდგენია მძღოლებრივ საათობიძიან რა ანუ სასწაული გამოცდილება იყო, არ მეგონა ესე ბრავო, რა მინდა, მაგრამ არ დამითმე ხა, მაგრამ მადლობელი ვარო დამითმე და მომაგებინე ვიდეოში. ამფერი არ მომიგებინე. სხვათა შორის ეს ადგილი რომ იცოდეთ ვიქტორ დორიძის 48 ნომერში შეგიძლიათ მოხვიდეთ და მართლა საოცარი გამოცდილება და ერთხელ მაინც გამოცადოთ აი ეს რეალური შეგრძნება ფორმულა 1-თან. ეხლა მე აქედან წავალ კარტინგზე მოგვიდეთ. წადიება და გამოცადე ეხლა ეს ნახო, ამ მაინტერესებს ამის მერე რეალურად დაგემატება ეხლა GeForce. რამე მექნება თუ არა. საჩუქარი მაქვს შენთვის, მოკლედ გავათამაშებ სამ თვიან სეტაპას, გამოწერას და თუ გინდა რომ ჩაერთო ამ გათამაშებაში, წესები ძალიან მარტივი იქნება. მოიწონე ეს ვიდეო, აუცილებლად დაწერე კომენტარი, რას ფიქრობ ამ ვიდეოზე. ანუ რავი, ნებისმიერ რამე შეგიძლია. გამოწერილი უნდა გქონდეს აუცილებლად ჩემი არხი და ასევე Instagram-ზე უნდა მომყვებოდე. გამოსასწრელი ადგილი კი კარტინგი აღმოჩნდა. ფორმულა 1-ის სიმულატორიდან რამდენად გამიმარტივდება ახლა კარტინგზე დაждდომა, მაგას თქვენი თვალით ნახავთ. ჯერ აუცილებლად გავივლი სატესტო წრეს, გავტესტავ მანქანას, რამდენად მომყვება და შემდგომ უკვე მე ბოლომდე ჩავაჯერ. სადა ხართ? იქამდე დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი 70000 გამომწერამდე. ავიდეთ ამ ვიდეოთი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ვიდეო გამოვა დარწმუნებული ვარ აქედან. Давай, бичо! Вах, чеви! Сайт. Замачене хат. Ара багари! კარგი იყო. ფორმულა 1-ის ახალი სეზონი დაიწყო და შეგახსენებთ, რომ ჩემი პრომოკოდით შეგიძლიათ 30%-იანი ფასდაკლება მიიღოთ. ასევე შეგახსენებთ, რომ Zeta Sports და Netflix აქვს საერთო შეთავაზება FanPack-ის სახით, სადაც შეგიძლიათ ორივეს ერთდროულად უყუროთ, როგორც საყვარელ სპორტს, ასევე საყვარელ სერიალს. პრინციპში ჩემი ინსპირაციაც ფორმულა 1-ის Drive to Survive იყო, რათა ეს ვიდეო გადამეღო და მომიყვანა სისრულეში. საცდელი წრის გავლის შემდეგ დადგა დრო, რომ მე ჩემი თავი უკვე რეალურად გამომეცადა. Всё, შემილია. დავიწყებ უკვე. დავიწყეთ. იმედია გამოვა, დავაი! გადავში, ლამის მომისრიეთ, არა მოსრიეთ. თავისითელდი. ხელები დამეხალა ბიჭო, 40 წუთი რანაირად ატარებენ ამ მანქანებს ჩემი შემანელა, კაი.აში ძალიან სწრაფად როცა ცდილობ რომ შეხვიდე, მაშინ გაჩერებს რა თვითონ კარტინგი.
მანქანა აშკარად არ მიდიოდა ისე და არ მემორჩილებოდა როგორც მე მინდოდა. მან რატომ მანდელებს შეგიძლია მითხრა რაღაც მომენტებში? მიზეზი ალბათ უსაფრთხოება იყო, რომ ზედმეტი სიჩქარით არ შევსულიყავი მოსახვევებში. თუმცა ვის ჭირდება უსაფრთხოება, როცა საკუთარი რეკორდი მაქვს გასაუმჯობესებელი. 33 წამი მომიწია პირველ დაждომაზე წრე, იმიტომ რომ რაღაც ადგილებში მაჩერებდა. ეხა ახლ დამომცეს ეს მანქანა და აბა ეხა ცადეო და ვეცდები რომ ჩემივე რეკორდი გავაუმჯობესო როგორც მინიმუმ. წავედით. გავსრიალდით კიდე, მაგრამ არა უშავს. მე მგონი ვერ გავაუმჯობესებ 33 წამს, მაგრამ პირველი ჯერისთვის მე მგონი არა უშავს. გავსრიალდია კაცი. ხელს ვიღავსო ბიჭო რა არის ის იყო ერთ სამჯერ გადავარდი ვაგზიდან და იმედია სერიოზული არაფერი ახლა შედეგებს გავიგებ რამე თუ შევძელი რამის ის არ ვიცი მეტყვიან აუცილებლად რამდენი წამში გავიარე აუ არ ვიცი ნომერი რომელი იყო 2 ბიჭო გავაუჯობესე მაგას ვიზა 31 წამი გეუნ ვაფერხებდა ის აჩერებდა მაგიტო იმავშევუდი რა მოგეთ მე მგონი მომავალი მაქვს, იცით? ამ მომენტში ეს 31 წამი იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი ციფრი, რადგან ასეთმა გამოუცდელმა შევძელი და მათივე ტრეკზე დამყარებულ რეკორდს სულ რაღაც 3 წამით ჩამოვრჩი. საბოლოოდ კი დღეს მიღებული ემოციებით, ადრენალინით და მცირედი მიღწევით მე ის პატარა რაბანა გავახარე, რომელიც ასე ძალიან უსწრებოდა ულტიან მანქანაზე.